ნახეთ როგორ ვარ შემოსილი, პიჯაკი, თეთრი პერანგი. რატო ვარ შემოსილი და ახლა აი რამდენიმე წუთში გავდივარ ფორმულაში მივდივარ. ახლა 16 საათი და 41 წუთია და უკვე მომზადებული მაქვს დღევანდელი ღამის ედიტორიალი. დღეს ღამე 12 საათზე იქნება ჩემი საავტორო გადაცემა ფორმულას ეთერში, გადაცემას იცით თქვენ რომ ქვია კონტექსტი და ტექსტზე უკვე ვიმუშავე, უკვე სრულყოფილია ტექსტი, მეთქი ხმამაღლა თქვა მიქნება, მაგრამ კარგია ისეთი როგორიც მე მომწონს და ახლა აი რამდენიმე წუთის წინ დავასრულე, არა უფრო ზუსტი რო ვიყო, დავიწყე მუშაობა, ხვალაც ხომ აქვს ეს გადაცემა კონტექსტი და იქ სტუმრები მყავს, მაგრამ ჩემი შესავალი, ჩემი ედიტორიალიც არის, ჩემი შესავალი ტექსტიც არის და იმაზე, იმ ტექსტზე დავიწყე მუშაობა. ხო და იმ ხვალინდელი ტექსტის თაობაზე შესახებ კი არ დაგაისპოილერებთ მაინც და მაინც არა, ანუ რაზე ვისაუბრებ. მაგრამ ორ სიტყვას კი ვიტყვი, სწორედ ხვალინდელ გადაცემასთან დაკავშირებით, რა პარალელები არ არის სწორი სიტყვა, რა თემაზე, რა რაკურსით, ერთ თემაზე რა რაკურსით გავამახვილებ ყურადღებას. მაგრამ ვიდრე ამ ვიდეო ბლოგს, აი ხა რასაც ადრე თვალყურს, ამ ვიდეო ბლოგის ჩაწერას დავიწყებდი, ხო, მანამდე აი სკროლე, რა არ სკროლე, რა არ ვნახე და ყველას რომ მოსწონს, ყველას რომ მოეწონა და მოსაწოლის იყო ცხადია, ის ინტერვიუ შემომხვდა, ინტერვიუს ფრაგმენტი უფრო ზუსტი რო ვიყო, მალხაზ მაჩალიკაშვილისთან ინტერვიუს ფრაგმენტი, გუშინდელ გიორგი თარგამაძის ფორმულაში. და ამ ფრაგმენტს მოგასმეინებთ და მე უკვე ერთგვარი სპოილერიზაცია თემაზე ხვალ რაზე ვისაუბრებ. ეს გმირი კაცია, ბარემ ვიტყვი. ეს არის შვილმკვდარი მამა, რომელმაც უზარმაზარ ტრაგედიას გაუძლო. ხო, შვილმკვდარი მამა, რომელმაც უზარმაზარ ტრაგედიას გაუძლო. აქვე გიბოდიშებთ. ეხლა რატო გავჩერდი ერთი წამით, ხო? წელიწადი გავიდა ჩვენი ყველას, ბევრი ჩვენგანის, ჩემი მათ შორის, მეგობრის ბუკა ალექსი პეტრიაშვილის შვილის შოთიკოს გარდაცვალებიდან, დაღუპვიდან, ასეა ხო, ინგა დღეს არის თუ არ ვცდები, ხვალ წლისთავი. ხო. და არც მოუნიშნავ ხა ცხადია ბუკას, მაგრამ მე მინდა მისი ტრაგედიის თანაზიარი ვიყო. ასევე მინდა ვიყო ტრაგედიის თანაზიარი ვანო მაჭავარიანისა. და კიდევ რამდენიმე იმ პირისა, ვინც ამ ქარტეხილების დროს სრულად მოულოდნელად დაკარგა მშობლები, დაკარგა ბევრმა, მაგრამ აი შვილებიც კი დაკარგა რამდენიმე ადამიანმა, დაკარგეს ადამიანებმა და ყველას თანაზიარი მინდა ვიყო, ცოტა გამიჭირდა ახლა სიმართლე გითხრათ. რაღაცა თავშეკავება. მოკლედ მალხაზ მაჩალიკაშვილს მოусმინოთ და მე გეტყვით რაზე ვისაუბრებ ხვალინდელ ფორმულაში და უფრო ცლადაც ვისაუბრებ იქ და აქ კიდე სხვა რაკურსებს მივცემთ. და ამიტომ კი ვარ. ჯერ იყო ჩემი ტრაგედიით შემოვედი. იმდენი კივლევი ტრაგედია მეტი არ შეიძლება მე გამარადგურეს პეტრას მაქსის, მაგრამ ვერ დავიფერფლეს ეს ოღრად დასარჩენეს დაწყეულინი. რაიგე ამით შემოვედი, მაგრამ აქ რას ხედავ, ჩემი ტკივილის დამავიწყა ამ ხალხს, ამ უბედურობამ, ამ უმსგავსოებმა, ამ არა ადამიანებმა, ხეცებმა. ეს რას აკეთებენ, რას აჩვენებიან ეს? ეს როგორ შეიძლება? ჩემი ტკივილიც დაამავიწყა ამ ვერ დავიფერფლეო და ჩემი ტკივილიც დაამავიწყა ამ არაადამიანობამო, ამ უმსგავსობამო, რასაც შვებიან, რასაც ჩადიან ესენი, ესე როგორ შეიძლებაო. ამას ამბობს შვილმკვდარი მამა ბანკის ხეობიდან, კაცი რომელიც წლებია უკვე რუსთაველის გამზირზეა. უფრო ხშირად რუსთაველის გამზირზეა ვიდრე საკუთარ სახლში. კაცი რომელიც ბევრის არ იყოს და ჩვენმა დროებამ წარმოაჩინა რომ ჩვენ ბევრი კლდე კაცი გვყავს, რომელზეც უნდა დავაშენოთ ჩვენი
სახელმწიფო, ხო? ეკლესია, ჩვენი სახელმწიფო. ეკლესია პირდაპირ მნიშვნელობით არა, ასე თუ გაიგებთ. ჩვენი საზირკველი რაც უნდა იყოს, ჩვენი ბურჯი. და მალხაზ მაჩალიკაშვილი არის ერთ-ერთი მათგანი. რომელმაც ნახეთ, როგორ ფართოდ შეხედა, მოახერხა და ფართოდ შეხედა ამ ამბავს. მან ბევრის არ იყოს. მან ისე რომ არ ჩაიკლა გულში ის ტკივილი, რაც უშუალოდ მას ჰქონდა, ერთის მხრივ არ ჩაიკლა. მაგრამ ჰქონდა და აქვს. მაგრამ მეორე მხრივ დაინახა რა, რომ მისი შვილის თანატოლები, მისი დაღუპული, მოკლული შვილის თანატოლები ამ დღეს შეიძლება ცოცხლები, ჯერაც ცოცხლები. თავისი მთელი ენერგია, მთელი სულ გული, მთელი ძარღვები, ხო, ასე ვიტყვი, ენერგია გადაანაწილა ამ ადამიანებისათვის შვების მოგრაზე, ხო, შვების მიცემაზე და მათთვისაც არის, ბატონი მალხაზი. საერთოდ ეს განცდა იმისა, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. ჩვენი ტრაგედიები გვაქვს, ჩვენი აღმართები გავიარეთ, მაგრამ ვიღწით ერთმანეთისთვის და ერთმანეთის შვილების სამშობლოსათვის, ქვეყნისათვის. ეს ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განცდაა, რომელიც კი გვეუფლება. ორი პირი ვახსენე მე, ბუკა და ვანო, სხვებიც არიან, რომლებიც აი ამ უზარმაზარი ტრაგედიების მიუხედავად, რომლებიც მათ ცხოვრებას უნგრევს, ცხოვრება დაუნგრია კიდეც, ისინი მაინც არიან ბრგედ. აი მე თუ მკითხავს ვინმე, სწორედ ამგვარ მორალურად წელგამართულ ადამიანებზე უნდა დააშენო ეს ქვეყანა. ახლა სხვა თემა და ის რაზეც ვისაუბრე. აგიგითხარით, რომ ხვალ მაქვს კონტექსტი. ამ კონტექსტზე, ტექსტზე უფრო ზუსტი რო ვიყო, დღესაც ხომ მაქვს, მაგრამ ხვალაც მაქვს. დავიწყე მუშაობა რაღაც სხვადასხვა საკითხებს შევხვდი, შემომხვდა და ასე შემდეგ და გამახსენდა ერთი ამბავი. ოდიში არც ვიცი სად არის ეს გადანახული მაქვს თუ არა, არ ვიცი. ალბათ მაქვს სადღაც თუ არა, აქედან დავძებნე. შალვა პაპუაშვილის ამბავი გამახსენდა. პაპუაშვილი, აი აქ არის. ეს 70,000 ფოლოვერი ხოლია. შალვა პაპუაშვილის ამბავი გამახსენდა, რომელიც შემდეგ რამეს წერს. ყველამ ყველაფერი იცოდა. იცოდნენ, რომ 4-4 საათზე ნეპალის მოსაწყებად იკრიბებოდნენ. იცოდნენ, რომ თუ მიზანს მიაღწევდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ, თავის შავ სიაებს აღმოიღებდნენ და სულ სახელ გაივლიდნენ, ვინ რომელ ბოძზე ჩამოერგა და ვის ზიშოვი უკაცრავად ტექსტებია. ვის ოჯახსად მივარდებოდნენ. კედელთან მიაყენებდნენ მათ საბიზნეებსაც და ყველას, ვინც მათ გამოესარჩნებოდა. ერთი მოქმედებდნენ, მეორენი ტაშს დაუკრავდნენ და რაღაცებს პასუხს. ანუ ნეპალს აწყობდნენ და მე ამის შემდეგ აზიარებს ვიდეოს, რომელშიც გედი ფოფხაძეც არის, ახლა გედი ფოფხაძე, რომელიც ახსენებს ნეპალს. ასევე არიან სხვები, ასე მაგალითად პაატა ბუჭულაძე, ლაშა ბერიძე, იქ არ მახსოვს კიდე ვიღაც სხვები ამ ახლა და კაც ნაქვია არ ვიცი, არც ამას ნაქვია არ ვიცი, გიორგი თავდგილიძე, დათო აქუბარდია, სხვები ყველანი ესენი, ვისეც მიანიშნებს შალვა პაპუაშვილი რუსი, ყველანი ესენი ამ ხელისუფლების სამიზნეები არიან. ეს ხელისუფლება ღიად ამბობს, რომ არ ვიცი რამდენად დააპატიმრებს ამის პირობითად 100,000 კაცს, 70,000 კაცს ვერ დააპატიმრებს უცბად. 3,000 კაცს თუნდაც 1780 კაცს, მაგრამ ამათ კი მიადგება უკლებლივ ყველას ან ბევრს ამ მათგანს და ვინც ნეპალი ახსენა ერთხელ, ან ვინც ახსენა, რომ რევოლუცია გარდაულად აუცილებელია, ან ვინც ახსენა, რომ ჯანყია აუცილებელი, დამხობა აუცილებელი და ასე შემდეგ, ვერბალური, სიტყვიერი შეფასებისთვის, სიტყვიერი პოზიციისთვის და თუნდაც და ასევე ქმედებისთვის, რუსთაველზე დგომისთვის, მით უმეტეს ათონელზე დგომისათვის, ბევრს მიადგებიან, როგორც ჩანს. ეს თანამედროვე ბოლშევიკები. ახლა რაღაცა თანამედროვე ბოლშევიკები ვახსენე და კიდევ ერთხელ პარალელი ადამიანებთან ვწვავ გახსენება ადამიანებისა, ვინც ბლოგის დასაწყისში
შემომახსენდა ვანო მაჭავარიანი, შემომახსენდა ბუკა პეტრიაშვილი, შემომახსენდა ვახა მაჩალიკაშვილი. მე მათზე ვიტყვი. აი ახლა მე დავსვამ კითხვას ერთ პრინციპულს და ალბათ კონცეპტუალურს. მითხარით ერთი თქვენი აზრით 1924 წლის აგვისტო-სექტემბერი რომ იყოს 24 წლის, ანუ 101 წლის წინ, ხა 25-ია, 101 წლის წინანდელი მოვლენები. ვახა ხაზ მაჩალიკაშვილი, ვანო მაჭავარიანი, ბუკა პეტრიაშვილი, პაატა ბურჭულაძე, ლაშაბერიძე, სხვები, ცუდები, კარგები, შემცდარები, ვინც აჯანყება დაიწყო არასწორად, ვინც დაჯანყება დაიწყო აჯანყება თუ დამხობა დაიწყო სწორად, მნიშვნელობა არა. აი ადამიანები, რომელთა უმრავლესობაც მე ახლა მისმენს. 1924 წლის აგვისტო-სექტემბერში რომ იყოს, რას იზამდნენ, როგორ გონიათ? ამ კითხვაზე პასუხი არც ერთ თქვენგანს არ აქვს, ან ბევრ თქვენგანს არ აქვს. ეს საერთოდ რა შეფასება არისო, რანაირი პარალელიაო, რა ლაპარაკობასეო, ღმერთმა უცხის ვინ რას იზავდა 101 წლის 100 წლის წინო. მეტყვის ბევრი თქვენგანი და მართალი ბრძანებაც არის. ასე როგორ შეიძლება წარმოჩენა ყველა ადამიანი ეგზისტენციურია არსებაა და ერთ შემთხვევაში ერთს იზამდა, მაგრამ მეორე შემთხვევაში მეორეს იზამდა, მესამეში მესამეს და ასე შემდეგ ერთი და იგივე გარემოებაშიც კი. აქედან გამომდინარე ასე თქმა დაბეჯითებით რომ არ ვიცი გედი ფოფხაზე იქნებოდა შეთქმულთა შორის ქაქუსა ჩოლოყაშვილის მე-4 რიგში თუ მესამე წკრივში რასაკვირველია არასწორი შეფასებაა, მაგრამ დღევანდელი აი დღეს და განწყობაზეც არის გედი ფოფხაზე თუ სხვა, ბუკა პეტრიაშვილი თუ სხვა, სხვები ვახა მაჩალიკაშვილი რას იზამდნენ როგორ გონიათ? ისინი იქნებოდნენ უფრო 1924 წელს ქაქუსა ჩოლოყაშვილის თავკაცობის შეკრებილ რაზმთან, რომელიც დამარცხდა, ანუ 24 წლის აჯანყება დამარცხდა, თუ ბოლშევიკებთან, რომლებმაც ამის შემდეგ ამ აჯანყების დამარცხების და საკუთარი გამარჯვების შემდეგ ამ ეგრეთ წოდებულ კი არა ნამდვილ აჯანყებაში დაიწყეს რეპრესიების ახალი ტალღა და მძიმე ტალღა და ვის არ გაუსწორდნენ ეგრა მაგის პასუხია 24-დან 28-მდე 29-მდე მე რაღაც პაუზა ჰქონდათ და მე უკვე 35-36-დან 37-ში განსაკუთრებით 38-ში განსაკუთრებით განაგზეს ახალი რეპრესიები ქართული საზოგადოების ნაღებისო, ასე რომ ვამბობთ, წინააღმდეგ და მათ დასაჩაგრად და მათ აღმოსაფხრილად და ჩასაზირად და ჩასაკლავად. მაგრამ მე ახლა 30-იან წლებზე არ ვლაპარაკობ, 24-ში რას იზამდა ნებისმიერი მათგანი. მე ვერ დავდებ თავს, რომ რომელიმე მათგანი აუცილებლად შეთქმულთა რაზმში იქნებოდა, მაგრამ იმაზე კი დავდებ თავს, რომ შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, ბიზინა ივანიშვილი, თეა წულუკიანი ხალდეს აჯანყებაში თუ მონაწილეობდა, რომელიმე წულუკიანი და ალბათ არ მონაწილეობდა, მაგრამ სხვები ხო მონაწილეობდნენ 1875 წელს, ხო? თუ არ ვწდები. კიდე შემეშალა, ორჯერ შემეშალა 75-76-ში, ხო? თეა წულუკიანის წინაპრების ნათესავები იქ არ იქნებოდნენ, მაგრამ თეა წულუკიანის წინაპრები და ნათესავები რომც ყოფილიყვნენ, უშუალოდ თეა წულუკიანი რასაკვირველია იქნებოდა ხალდეს აჯანყება ვინც ჩაახშო მათ რაზმში თუ მათ რიგებში. შალვა პაპუაშვილის არ იქნებოდა 24 წელს, ის იტყოდა რომ არ შეიძლება სისხლის დაღვრა, მშვიდობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ გვითრევენ რაღაც ომში, საბჭოთა რუსეთის საბჭოთა კავშირს, ლენინს, სტალინს არ უნდა აუხტე. ასე იტყოდა თუ არა? ხო, გასწავთ, ესე იგი სტალინის იმპერიას უკვე იმხანად უკვე სტალინის ავიდაბოლობდნენ სტალინის იმპერიას. ხო, ლენინიზმს, სტალინიზმს უნდა აუხტე თუ არა? ეს არის რაღაც გლობალური ძალების დაპირისპირება ჩვენთან და ასე შემდეგ. იტყოდა თუ არა? ხო, რთულია ერთის მხრივ და ამაზე ვილაპარაკებ სწორედ. ესე განსაზღვრო რას იზავდა 100-101 წლის წინ რომელიმე ერთი შალვა პაპუაშვილი, მაგრამ ჩვენ ხო ვჭვრეტთ, როცა ჩვენ ხო გვგონია, როცა ჩვენ ხო ვფიქრობთ, რომ შალვა პაპუაშვილი არა დამოუკიდებელი საქართველოს სადარაჯოზე იქნებოდა 100 წლის წინ, მისი დღევანდელი ქმედებებიდან გამომდინარე, არამედ იქნებოდა საბჭოთა საქართველოს რიგებში, ვინც თავისუფლებას შეებრძოლებოდა და ჩაახშობდა. სხვა შორის ქაქუსა ჩოლოყაშვილი, რომელიც 70 წლის განმავლობაში იყო აკრძალული და 80-იანი წლების მიწურულს თუ გამოჩნდა მისი პორტრეტები, მისი სურათები, პლაკატები, ხო, ასე ვიტყვი, ეროვნულმა მოძრაობამ გამოაჩინა და ბევრმა არც იცოდა გამოტანილი
პლაკატი ქაქუცა ჩოლოყაშვილისა გამოტანილი პლაკატზე რომელიც ქაქუცა იყო დატანილი ვინ იყო ეს კაცი ხო ქაქუცა ჩოლოყაშვილი ეგრა მაგის პასუხია და შეც დამარცხდა ეგ პირველი აქედან დავიწყოთ და შეცდა საბჭოთა ისტორიოგრაფიული გააზრებით ის აკრძალეს კიდეც მისი ხსენებაც კი აკრძალეს და უმრავლესობა ჩვენგანს ბანდიტი ეგონა ეგრა მაგის პასუხი ჩვენგანს არა იფთაობის წარმომადგენელს ეგრა მაგის პასუხია დღეს რომ წამოვაყვედრებენ ხოლმე პაატა ბურჭულაძეს და ეუბნებიან რომ შენ მოსკოვში გაქვს ნამღერი შენ რაღაცა მოსკოვში რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთანაც ურთიერთობდი და ასე შემდეგ იცით თუ არა ამის წამომყვედრებელნო რა სასწავლებლები ჰქონდათ დამთავრებული იმ ცნობილ სამხედრო პირებს რომლებიც უკვე შემდგომ მაგალითად გენერალ კვინტაზეს და სხვებს რომლებიც უკვე შემდგომ საბჭოთა საქართველოს კი არა საბჭოთა კავშირს ებრძოდნენ საბჭოთა რუსეთს ებრძოდნენ ლენინ სტალინის ეუბნო რომლებიც იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას 1921 წელს იცით თუ არა რა გზა გაიარა გენერალმა მაზნიაშვილმა ასე მაგალითად ან თუნდაც გაიხოს რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა იცით თუ არა რომ მაგალითად პატრიარქთა შორის პატრიარქი კირიონ საზაგლიშვილი სულაც არ იყო 1917-მდე თუ არ ვცდები შესაძლოა ცდები იმხანად უკვე გაუქმებული მეფის რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის მსახური ჩვეულებრივ სამღვდლო დონეზეც კი ის სწორედ რუსეთიდან დაბრუნდა და სწორედ რუსეთიდან დაბრუნებულმა აღადგინა საქართველოს ავტოკეფალია იცით თუ არა რომ ასე იყო მოწყობილი უბრალოდ მაგრამ ბევრმა ქაქუცა ჩოლოყაშვილმაც და არა მხოლოდ ბევრმა მოკლედ პაპუაშვილის თაოსნობით თუ ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით დამოუკიდებლად იმისა წარსულ ცხოვრებაში როგორი იყვან რა გარემოებათა გამო რა ცხოვრება გაიარა ხო მათ შორის რუსულ სივრცეში ბევრმა ფერი და ზნე იცვალა და საქართველოს სამსახურში ჩადგა განრუსდა ასე ვიტყვი ესენი კი არ განრუსდნენ ესენი გარუსტდნენ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ შორის გერმანია მოვლილები და მე ვარაუდის დონეზე ცხადია ეჭვის დონეზე შემიძლია გამოთქვა ამგვარი ვარაუდი ეჭვი და ასე შემდეგ ერთ საკითხთან დაკავშირებით გვაგვიანდება ამასობაში თურმე ერთ საკითხთან დაკავშირებით რომ ვინც ის იქნება სწორედ გერმანიაში ბევრი მათგანის დავერბოვკება მოხდა და მათ შორის შალვა პაპუაშვილისა რომელიც სხვებთან ერთად ახლა ერთ რამეს ქადაგებს რომ რაღაცა გლობალური ომის პარტია ჩვენ გვებრძვისო ანუ მათ ებრძვის რაღაც გლობალური ომის პარტია თუ deep state რადგან საქართველოს ეს აგენტურა ანუ გედი იქნება თუ სხვები ახლა გედიზე კი არა მაინც და მაინც აქცენტი მაგ ყველაზე ჩვენ გვებრძვის და ისინი საქართველოს პროექტად წარმოადგენენ და ებრძვიანო აქედან გამომდინარე ყველას მიმართ ვიწყებთ შეურიგებელ რეპრესიებსო ზუსტად ისე როგორც ბოლშევიკებმა დაიწყეს შეთქმულთა რაზმის და საერთოდ ქართული საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიები 24 წლის აგვისტო-სექტემბრის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, ოღონდ ის აჯანყება 101 წლის წინანდელი ამ აჯანყებისაგან განსხვავებით იყო, ახლა ღიად ვილაპარაკოთ, ხო? სისხლიანი, სისხლზე დაფუძნებული, აპატიეთ ღიად ვიტყვი, გამართლებულ სისხლზე, ხო? რთულია, მაგრამ შეწინააღმდეგება იყო, ამის თქმა, მაგრამ შეწინააღმდეგება იყო ცეცხლსასროლი იარაღით. ანუ ვიღაცა უნდა მოეკლათ პაატა ბურჭულაძე, ან სხვები და სხვები, ეს ექიმი, პედიატრი, სხვები და სხვები, რომლებიც რეპრესიების ახალ ტალღაში მოაყოლა საქართველოს დე-ფაქტო რუსულმა ხელისუფლებამ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოინტია, ისინი შეიარაღებულ აჯანყებას არც გეგმავდნენ, თუ არ ჩავთვლით ახლა აქ რაღაც ქართული ოცნების მიერ მოგონილ ტყუილს რაღაცაო დამარხეს, მე თვითონ ამომარხეს და ანი ნადირიშვილი დაიბარეს, ეს რა არისო, რა იცი ანი ნადირიშვილმა, გმირი კაცის თამარ ნადირიშვილის ცოლმა, აქვე ვიტყვი მის მეუღლეზე სულ არ მერიდება. მე არასოდეს არ ვიყავი ბაჩანა ახალაიაზე, კარგი აზრის, მაგრამ მისი ბოლო კომენტარი საიდან სამართალდამცავი სტრუქტურიდან რო გამოვიდა და რაც თქვა და როგორც თქვა, ვნანობო რომ იქ არ ვიყავიო, ხო, ეს არის უაღრესად, აი არასოდეს არ ყოფილვარ ბაზრადებითი აზრის, მაგრამ უაღრესად სახელმწიფო დღეს უკვე ამ კომენტარიდან გამომდინარე, უაღრესად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პირის კომენტარი, ახლა შეგიძლიათ შემომივარდეთ და ახალაიას მომხრეო მითხრათ, არა, ბატონებო, ვიდრე თქვენ ახალაიას მოწინააღმდეგეები გახდებოდით, მანამდე მე ვიყავი ახალაიას მოწინააღმდეგეც და კრიტიკოსის, მაგრამ როდესაც კაცი ამბობს სიმართლეს და სწორად პოზიციონირებს,
ეს ყველაფერი უნდა დაუფასო და მე არ მერიდება, ხო შემეძლო გავჩუმებული ხავი, მაგრამ არ მერიდება ამის ღია თქმა, ისევე როგორც არ მომერიდება არაფრის ღია თქმა. არასოდეს თუ ვინმე ქართული დღევანდელი ოცნებიდან იცვლის ფერს და გახდება პატრიოტი უბრალოდ ახალაიასთან მიმართებაში იყო შანსი რომ ის გამხდარ იყო ჩემი აღქმების გელაპარაკებით პატრიოტი და აკი ეს შანსი გამართლდა კიდეც 5% 7 თუ 12 ხოლო პაპუაშვილთან და კობახიძესთან მიმართებაში ამის შანსი არ არსებობს პრაქტიკულად კი არა თეორიულად კი არა საერთოდ არ არსებობს ამის შანსი არ ისინი საქართველოს პატრიოტები ვერცერაცოდეს იქცევიან ახალაიასაგან განსხვავებით ჩემ აღქმაში და ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში ამგვარია და კიდევ ერთი პოინტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. დიახ, რა საკვირველია გეგმის გარეშე მით უმეტეს გაუმართლებელია ჯანყი, რევოლუცია, დამხობა, რაღაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მით უმეტეს კვლავ ვიმეორებ გეგმის გარეშე, მაგრამ ყოველგვარი მაგრების გარეშე გაუმართლებელია, ასე შემდეგ მშვიდობიან რევოლუცია გჭირდება, ჩემი აზრით, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება, მაგრამ კარგად უნდა გავიგოთ. ჩვენ უნდა გავიგოთ, ვის გუნდში თამაშობს შალვა პაპუაშვილი. თამაშობს ის ცოტა ადრინდელ პერიოდს გავიხსენეთ და იმავე ეპოქას პრინციპში. ის თამაშობს ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიგიძის, ბუდუმ დივანის, მამია ორახელაშვილის, სტალინის თუ სხვების გუნდში, თუ თამაშობს დამოუკიდებელი საქართველოს მოსურნეთა, შეიძლება შემცდარ გარკვეულ ტაქტიკურ საკითხებში, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს მოსურნეთა საკრიტიკოთა გარკვეულ შემთხვევებში იმ გუნდში, მაგალითად პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდში კაიხოსტო ჩოლოყაშვილის თუ ავისი გენერალი მაზნიაშვილის თუ სხვების ვის გუნდში ითამაშებდა შალვა პაპუაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი თუ ირაკლი გობახიძე და როდესაც ამ კითხვას გავცემთ პასუხს ჩვენ მივხვდებით რომ საქართველოს დღევანდელი არის ოკუპირებული პირდაპირ მნიშვნელობით და ოკუპანტის წინააღმდეგ არა სუსი დაწყდარდით დამიწყდარდით აქა მე არ ვქადაგებ იმას რომ შეიარაღებული დაპირისპირება უნდა დაიწყოს თქვენს და თქვენი ბანდიტი ხელისუფალის მართველის წინააღმდეგ რა საკვირველია არა ჩვენ გვჭირდება ცვლილებები დემოკრატიული შეძლების დაგვარად თუ რევოლუცია მშვიდობიანი ყველა სიტყვას ვამბობს ზედმიწევნით სუსტად რომ ემანდ რაღაცა თქვენეული დემაგოგიური ლოგიკითაც კი ვერ მომდოთ შარი რამეზე მაგრამ საერთოდ რომ ვიცოდეთ მაინც თუ ჩვენ ვამბობთ თუ ჩვენი საზოგადოება ამბობს თუ ჩვენი ხალხი ამბობს რომ თუ ვამბობთ რომ ეს არის საბჭოთა არა რუსული უკაცრავად ხელისუფლების აკაური წარმომადგენლობა ოკუპანტების წარმომადგენლობა ხო რა ვიცი გამარჯობა ნებისმიერ შემთხვევაში დადგება მეთქი ამ რა ვიცი შემდეგ ეს უნდა მეთქვა და თქვი კიდეც ნახვამდის